მე ვარ ნიკა კოჩაროვი. მე ვარ დათო ჯიქია. დათო ჯიქია და ჩვენ აქ უნდა გავცვალოთ ერთმანეთის დემოები. მე ვიწყებ. შენ იწყებ. კაი, პირველ სიმღერას ვქე კასავეტის. გადასვლებია, კაი. ხო, ანუ სულ მაჟორი, მინორი, მაჟორი, მინორია. ანუ იგივე აკორდი მინორდება, რაც მაჟორია რა. ამას ქვია pump it up. როგორც ელვის კოსტელოსი. ეს მე მგონი 1-2 თვის წინ გავაკეთე. და ეს არ არის ემინემის ტრეკი. ექნება გადასვლა ექნება. და ვოკალები არ მაქვს. ცუდად მაქვს ჩაწერილი ვოკალები. პლუს აი გიტარას ცუდად. შემბრალია. ამერ ბრუნდები ემინემზე. აი ეს მომწონს ძალიან. იმ მომენტში ძალიან მაღლა ვიყავი. კაი. ინსტრუმენტალი გინდა? ოღონდ ვოკალის იმედით. გააძრე. ესეთი ძალიან არასტანდარტული კვადრატი არის და ეს რითი ჩავწერო? Wish ქვია დემო. ეს ძალიან მომეწონა. Very pretty. ეხა აი ეს მინდა გავაძრო. რაც შეიძლება მეტი grants ხნეშან ეგეთები ჩავწერე და მაგით ავაწყე. ვაუ. ძალიან მომწონს. მე წარმოვიდგინე კრინში ზევით რომ ღერი ხარ. მოდი გავჩერდეთ. იდეის დონეზე ძალიან კარგი არის რა. ხო? ანუ თავიდან რომ დაიწყო ძალიან მაგარი პოტენციალი ქონდა, просто მე overthinking-ში გადავიდა ცოტა. ხო და მოგასმენინო, გაგაფუჭებინო? კი. ჭიცი რა არის, ნახე აი ამ ტრეკს რა, მომწონს. მაგრამ რაღაცა თუ სწორად გაიგებ, სალდატური აქვს ამ სიმღერას რა. აი ბევრი განმარტება არ ჭირდებოდა ამ სალდატურ მონს. ეგრევე მოაქვს, კი. ხო და რა ძლევს, ვერ ხვდები. არა, რაღაცა ბოროდინოს გრეხილზე არის. თავი მე რუსეთისკენ მივყავარ და ეგ რუსეთის ამას ქვია Space Speedo. და მუსის მასტერს რო აკეთებს ამ წამს. просто რეალურად მეიკაპს უწევ რომ ცხმა მაღალი იყოს. სტრუქტურა ძალიან დაულაგებელია, მაგრამ ეხლა რაღაც მომენტში ვოკალი შემო. ჯერჯერობით მომწონს. Each day just rolls right through me. I can hear the voices screaming. რაღაცები შეეცეს. კი. ის 80-იანების ტონები ხო? ინტროს ბევრად დიდი პოტენციალი ქონდა რა. კი, მაგრამ ანუ მოშნათმე შევიდეს. კულმინაციისკენ ხო არ შედის. უფრო ბევრად უცნაური ხდება. ოკეი. კაი, მაშინ მეც რაღაცა ეგეც მოგასმენ. რა, ანუ ძალიან იდეა არის. Poppy ქვია. რა ქვია? Poppy. Poppy. Milk of the poppy. ხო, ანუ ოღონდ pop-ის პონჩი და თან double meaning-ში.
ძალიან საყვარლობაა. მართლა? რა მაგარი. თავიდან კატის ხმარო არის, გაიგე? არა. ნახე. ჩემი ვოკალს რო წერდი, კატა ყვირო და მაშინ რა ქვია, ჩემო სტუდიაში. მოდი ამასაც ჩავიწერ. მე მგონი ცოტა ზედმეტს ვიწერ. ანუ ფაქტობრივად აწყობილი სიმღერა, რომელსაც აი რაღაცა შევსება სჭირდება, რომ სიმღერის ფორმა მიეცეს, თუ არა და უბრალოდ ბიტი. არა ისეთი, ნამდვილი პიანინო ტაიმ. ხოთები, აქ ვერსი ხდება. ანუ რეალურად ცოტა უფრო ისეთი დრამი რო კონდეს. ან ცოცხალი, ან ხო, უფრო ცოცხალი კარგი იქნება, ხო, ძალიან მყარი ის არის. ეთქობა რომ Ableton-ია. Oh, it's such an Ableton. და შენ რასაც გინდა იმას უზამ ჩემს ტრეკს და მეც ასევე რასაც მინდა იმას უზამ შენს ტრეკს. მე დეფიც რო გავაფუჭებ ნიკას ტრეკს. რომელიმე მეც დეფიც. ეს ესე იგი თავიდან რა ავარჩიე ერთი სიმღერა რა, რომელსაც აი ეს გიტარა, ხე მე შემოვა მეორე. King Crimson. მაგრამ რო დავიწყე ამის, რო გავხსენი ეს ესეა, გამახსენდა მეორე სიმღერა, რომელსაც ერქვა Golden Tribe. ამის რიტმული პონტი გამისწორდა ძალიან. ეს მეგობარმა გამიკეთა ნაღდი ლამპისგან. არაფერს არ აკეთებს. უბრალოდ ავს ეჭვი მაქვს, რომ არ დამიშლიაოს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ პირდაპირ გადის ეს. და პროსა დენის ყובה იმაშვება ამას ანთებს. თმა ხმას გაგიტბობს და რაც ის მიბაზრდი. How could you get it this far? How could you get it this far? აი ეს ნაწილი გამახსენდა. ეხლა ნახავთ. და ვოკალი რა, ეხლა ერთი კუპლეტი იყო ვოკალი, სულ ხوار გამოვიყენებდით ერთ ვოკალს. ვიფიქრე ის ვამღერო თქო და დათო ჯიქიას თქო. მოვიდა აქ დავწერეთ უცებ ტექსტი ძალიან მარტივად. Some fishes give you no wishes. Some give you more than you could eat. და შევიდა. Some fishes give you wow, we about to what's up, mama. მეორე ტრეკიდან, რაც ნიკა მომასმენინა, ავარჩიე ეს, რომელსაც ერქვა Wish და მომხიბლა, იმიტომ რომ ქონდა უცნაური თვლა. გზადაგზა რომ უსმენდი, მივხვდი რომ რაღაცა რომელიღაც ტაქტი რომ ამომეგდო, უკვე შევძლებდი რომ მელოდიაზე დამემთხვენი. ეს იყო ყველაზე მეტად რაც გამოვიყენე რეალურად ნიკას ჩაწერილი გიტარა და თან ბას გიტარაც. ძალიან ისეთი უხეში raw sound-ი არის და ძალიან მოუხდა უფრო MIDI beats. I like it. ნიკას ახლა ქონდა ჩაწერილი ცოცხალი დრამის ვარიანტივით, თავისი შეიკერით. მე მინდოდა რომ უფრო ტრეპ დრამის ხმა მიმეღო, უფრო სუყე კიკით. ტრეპ ჰაი-ჰეტი. ტრეპ სნეარი. ტრეპ კიკი. იდეალურად ეთავსება ნიკას rock and roll გიტარებს. რასაც ალბათ ნიკა დამიფასებს. ან არა. ასევე გავაფუჭე დრამის ხმები, რომელიც ახლა აქ უნდა მივაგნო. ანუ, იმდენად გაფუჭებული არა, უფრო კონტეინერის ხმა აქვს, ან ტექსტი
ძალიან მარტივად დაიწერა. იმ მომენტიდან რაც ის ერთი ზედმეტი ტაქტი ამოვაგდე, მე უფრო მარტივად მივუვდე. ხოლო ეს რეალურად მე მონოტონური არ გამოსულიყო, მინდოდა რომ პაუზები გამეკეთებინა, რომელიც აი თითქოს რაღაცა ლირიული ან რაღაცა განწყობის გადახვევასავით არის, უცებ სახალხო განწყობა შემოაქვს. ასევე შესვლებში არ მინდოდა რომ გამომეყენებინა ციმბალის ან რაღაცა ქრაშის ხმა და ამიტომ რომელიღაც ფილმიდან გადმოვიწერე იარაღის ხმა. როგორი იყო ტრეკზე მუშაობის პროცესი? მიდი ახალგაზრდა ხარ დაიწყე. სხვა შორის საინტერესო იყო ტრეკზე მუშაობა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მე ეგრე აღვიქვამდი, რომ რაღაცა სკეჩი არსებობს და მე აი ამაში უნდა მომეძებნა საბოლოო ნაწარმოები რა გამოვიდოდა და რაღაც მომენტში ვეწვალე, იმიტომ რომ სხვადასხვა ხერხებს ვიყენებდი. ჩემში ძალიან მარტივი იყო, როგორც კი ვიპოვე ბიტი, დრამი როგორც კი დავასვი და აი ეს შესვლა, აი დრამის აი შედის, კიბორდის შესვლა, სადაც იყო მივხვდი რომ всё ეგ არის. კარგი, მაშინ მე მგონი ბევრი შეგვიძლია აღარ ვილაპარაკოთ და გადავიდეთ მოსმენების ნაწილზე. Each day just rolls right through me. I can hear the voices screaming. Each word just falls right through me. I can hear my angels screaming. Your whispers give me shivers. Oh, shivers, shine a light on me. Some fishes give you no wishes. Some give you more than you could eat. How could you get it this far? How could you get it this far? I wanna be a lucky star. How could you get it this far? How could you get it this? Some fishes give them wow. How could you get it this far? How could you get it this far? I wanna be a lucky star. How could you get it this far? How could you get it this far? How could you get it this far? I wanna be a lucky star. How could you get it this far? How could you get it this? ვაუ! ეს ძალიან მაგარი არის. ძალიან მომწონს მეც. ანუ ძალიან იშვიათად არის ესეთ კმაყოფილი რო არ ხოლმე. ძალიან კაი განწყობის ტრეკი არის. სახელმაც ითამაშა როლი იმაში რომ ეს ტრეკი ავირჩია. აი იცი რა არის, ის ეფექტი მომწონს ძალიან მის ამღერზე რაც არის. არ ვიცი ზუსტად ვოკალებს ადევს თუ ზემოდან ინსტრუმენტი ემატება. ვოკალს ადევს, ხო, ძალიან კაი მიგნება არის. არ ვიცი ზუსტად რამდენი წრე გამოდიოდა იმაში. აი შენს ორიგინალ დემოში რა. და რაღაც მომენტებში ზოგჯერ ვაკლებ, ზოგჯერ ვამატებ, ზოგჯერ ვაკლებ. ორგანულად ხდება ეს, მაგრამ რატომაც მინდოდა რომ აი ფრაგმენტული ყოფილიყო. შესვენებებით. აი ხა მიხვდები რას გულისხმობ.
tongue-tied, and your daddy was illiterate. You came into my room and broke my glasses. We could only dream of these circumstances. Please follow my lead. Let's make it bleed. You look so crazy, and your friends are cuckoo. You came into my kitchen and ate my chimichangas. We would find it better had we known the answers. Please follow my lead. Let's make it bleed. I wish I was a vampire. Call me Venomous Stacy. You came into my bedroom and kissed me like a spider. Nighty night, I'll see you in the morning, tiger. Please follow my lead. Let's make it bleed. Kiderom tu shansi mamse kidulesa taf korte novedin eskam mamkha. Kiderom tu shansi mamse eskam mamsotde. Kiderom tu shansi mamse kidulesa taf korte novedin eskam mamkha. Kiderom tu shansi mamse. არჩე მთელი დღე ვემზადებოდი რომ ძალიან გულწრფელი ვიყო და ყლეობა თუ არის ათქმელი მე თქვა რა. აბა. ესეთ კარგსაც არ ველოდი. Yo! We did it! ანუ აი საუკეთესო ვარიანტია რაც შეიძლება ყოფილიყო. ხო და სიმართლე რო გითხრა, ესეთ კარგს არც მე არ ველოდი რომ გამოვიდოდა. აი ეგ პირველი გადასვლით მაგას მივხვდი. ხო და აი ზუსტად მაგის მოძებნას ველოდებოდი რომ აი ეგ ყოფილიყო და ერთი პატარა წრის ამოგდებით გაიჩითა აი ეგ მომენტი. აუ იმინა სუპერი არის. We did it. მე მგონი უნდა დახუროთ ეს გადაცემა. ცოტა მართლა. დადარ მაგარი დარხეული გაქვს. ერაფერს აღარ იზავ. კაი, როგორი იყო საკუთარი ტრეკის მოსმენა? აუ აი ძალიან უცნაური პირველად უსმენ, ანუ ეგეთ მდგომარეობაში პირველად ვარ რა, ხვდები ხა ალბათ ყველა. ხო, იშვიათი. მარა, ხო ხვდები ხა ცოტა რაღაცა რო გეხამოშება და ნუ მარა ნუ ისეთია ფორმატი რომ ვერაფერს ვერ იტყვი, მარა ნუ რაღაცა უნდა შეფუთო ლამაზად რო თქვა რომ ხო ესე კაი მარა. მარა აუ ეს მართლა Good one. მე არ მინდოდა აი double album-ში. ნაძალადევი ტრეკი რო გამოგსულოდა ან ერთს ან მეორეს. აი მე იმიტომ რომ ეს ხო სადღაც დაიდება მე და არ გინდა რომ გაქრინჯოს რომ მოусმენ რომ აი ეს იმ გადაცემისთვის გავაკეთე, მაგრამ ხსნიბერე ფორმატ გადაცემა. კი, არა, მისმენეთ დემოს გავცალეთ. ამ გადაცემას უნდა ერქვას one man's shit is another man's treasure.